მოგესალმებით მეგობრებო. ახალი მოქანა ყავს დაზიანება აქ. აი ესეთი. ფაქტიურად აქ არქის შენებლობა მიდიოდა, ეს ყოფილი გავასუფთავოთ და ახალს ყოველთვის ნავაწყოთ. აქ ახეთქილები აქვს, ძველი ეთყობა ძველი ნაკეთებია, აქ ესენი არა გასუფთავებული რაღაცა თქვა დარჩა. იქიდან გამომდინარე კიდე ზარები. მოკლედ მდგომარეობა ყოფილი გავასუფთავოთ და მე ვეწებობი მაქსიმალურად გადავიღებ განახილვის მდგომარეობას. მოკლედ ესეთი მდგომარეობა გავასუფთავე მაქსიმალურად. აქაურვა სულ მოკლედ დავბომბე მანქანებს სამხელად ვერი დაედო, თითქოს შპაკლის ბანკა გასხდა. მოკლედ აქამდე მოვედით, აქ ბზარი და არაფერი აღარ აქვს ამას. ზემოთ აღარ აზრი არ აქვს, იმიტომ შეიძლება აქაც მომიწიოს. მისი კეთება და ამის ქვეშ ყველა ხდება არღის ამის ხედის მოკიდება. მოკლედ პრობლემა ქონდა აქეთ მხარეს გახეთქილები, გადამსკდრები, აი ესეთი ნამუშევარია მეთვალყუნოკესი, მოკლედ როგორც ხედავ აქედან შერავი საფანტია ნასროლი, ოფში არის გასწორებული, აქ ჩახეულია, რისგანაც ნესტია იყო და მე გახეთა ეს ყველაფერი. მოკლედ ამ ყველაფერს ახლა ჩვენ დავამუშავებთ კიდე ჩერტით. ეს ნაგავის ნამწვრებს ყველაფერს ამოვიღებთ, ახლა მომავალში იგივე პრობლემა რო არ ქონდეს. და ფაქტიურად ავაშინებ თავს ყველაფერს, რა ფორმას და ყველაფერს ავაშინებ. მე რა თქმა უნდა მივარგებთ ამას უკანასკნელს ამ კაცს რო ყველაფერი ზონებში დადგეს როგორც ნაიდის და მოკლედ ასეთი მდგომარეობა აქვს ამ უკანა თას ნახოთ მოკლედ რა გამოვა ამისგან ამას ხვებავთ ნაჭერში ფლობელს არ უნდა გადავიდეთ მარჯვნივ მარცხნივ წესით კარებზეც უნდა დაჭირდეს გადასვლა ნუ ბამპერზე ისედაც რაღაც მინიმალური სხვაობა აქვს პლასმასის და კინის შორის ну, მოკლედ აი ესეთი თემაა გასაკეთებელი აი აქ ამ თაზე. მოკლედ აი ესე ავაშენეთ. ეხლა ყველაფერი დავსკოჩეთ მაქსიმალურად ეს. ხრიჭოებს ზაზურებს ესეთ ხედავთ ყველაფერი დავაპატარავოთ. ერთი ფენა კიდე ზემოდან წავა ადგილ-ადგილ აქ ჩავარდნილები აქვს, მოკლედ დეფორმაცია აქვს, კი ნახეთ რა მასიურობით ეს შპაკლი. ეს დავაზაზორეთ მოკლედ აი ეს რო აქ ერთმანეს დაემთხვეს ესა მოკლედ ამაზე უკეთეს აღარ იჭდება აქ არაფერი იმიტომ გაუსწორებელი კრილოა ეხლა დავუწყებ დაშპაკლას კიდე მაქსიმალურად ფორმას დავხვეწავ და მე კიდე გადავიღებ განახებთ რა ეტაპზე მივედი короче это всё зашпаклевал короче наша сырая погода немножко трудно высыхает я вот здесь всё собрал. Сейчас немножко высохнет и все отрежу, что здесь лишнее. Я думаю, пусть она сегодня и завтра будет. А послезавтра приду, я короче вышкурю и уже желтую намажу. Здесь этот боксит максимально я его выправил. Если уже она все села, уже придется ее там вышкурить и под форму давать, и остальное уже все пойдет, желтая шпаклевка пойдет. Короче, вот так. მოკლედ დავამზადეთ აი ესე ბოლომდე შენებლობა რო ქონდა ფაქტიურად მალიას რავი სულ გავასუფთავეთ სულ იყო ზედმეტი შპაკლი გასული როგორც ხედავთ იმიტომ ფაქტიურად კინები გამოჩნდა ფენაც გახსოვთ რა ფენაზე იყო აქ არ არის რეალ ფენაზე იყო არ ვიცი მოკლედ ესე ლატკა ჩვენ არ დავშპაკლეთ რავი ასფალტს ჩვენ არ ვაგებთ მოკლედ მთლიანად მოხსენით დაზიანე მხარემ მთლიანად გამოვიყვანეთ, ფარები დავაზაზორეთ, ბამპერი ზაზორში გვედგა, ყველაფერი დავაზაზორეთ, ეს კანტით, მე რო დეტალებში ყველაფერს განახებთ. იქიდან გამომდინარე რომ ჩავყავით საქმეს, ფაქტიურად ვეღარ მოვასწრეთ ამ ყველაფრის გადაღებას. მე რა თქმა უნდა უკვე გუნდს რა დავგრუნტავთ, ამას ყველაფერს ავაწყოთ, მე რო დეტალურად გადავიღებ განახებთ. ჯერჯერობით აი ეს ეტაპი გვაქვს, ფაქტიურად იმაზე ბევრად უკეთესად გამოდის, იქიდან გამომდინარე რომ ანუ ნალესი არ გამოდის, ფაქტიურად მინიმალურად წავიდა ზეჩპაკლი. და ახლა დავგრუნტავთ ჩვენ ამ დეტალს. მოკლედ მეგობრებო, დამზადდა, როგორც ნახეთ. უაზროდ იყო ფაქტიურად შპაკლის ზედმახელაზე წასმული, ნახეთ კიდე ოდრა ფენა ავიღეთ. ფაქტიურად ფენების ზოგადად ეტყობა მანამდე განაკეთები რაც არის, აი ეს ლორტებია, როგორც ნახეთ, ფარები და ბამპერი მეყენა, როგორც ქონდა დაშპაკლული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ზაზორები დაეცა, ანუ ფაქტიურად ამ მანქანამ პირველი დაზიანება რაც მიიღო, ეს კანტები იყო დაზიანებული, რაც ვერ გამოწიეს, ეტყობა გამოწევით დროს წევდნენ და უკვირდებოდით ამ ადგილებში. სულ ქონდა გადაგლეჯილი ჟეს და მაგიტომ ნადუღები ქონდა, უბრალოდ საშუალება აღარ ქონდა, რომ გამოეჭიმათ აქამდე, მაგიტომ მომიწია ბამპერით ამჯერ მოხსნა დაყენება, რომ ფორმებში ყველაფერი ჩამჯდარიყო რა. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს.
ამას აწყობილს მე არ მგონია რომ გადავიღო, აქ თუ ვიყავი გადავიღებ ამასაც, განახებთ. რავი, ახლა ყველაფერი შემიძლია მოვაზამო, ვნახოთ, როგორ დაჭდა. ყველაფერი, იმიტომ ვნახეთ კიდევაც გატოვებული როგორ იყო. ამ ყველაფერს ახლა ავაწყობ და გადავიღებ, განახებთ. მოკლედ, ეს შეფუთული მაგიტომ აქ, როს ფარი არ დავკაწროთ, რა თქმა უნდა, ბამპერიც არ დავკაწროთ, არ იღებება ესენი. მოკლედ, კანტიც ესე დგება. ესე დგება ეს კანტი, თავისი, აი ესე. მოკლედ ეს ყველაფერი დგება აი ესე, წამოწეულად აი ესე. მოყვება, ოპა, ვიჭერ. აი ესე დგება ეს ყველაფერი, აი ესე. აქეთ ეს მიაწვება და ესაც უკვე ჯიგრულად დაჭდა ყველაფერი ზაზურებში, როგორც ხედავთ. აქეთ ამხარი, ნუ კარები, რა თქმა უნდა, მაგიტომაც სალონი ცოტა დაუნტვერიანეთ, იქიდან გამომდინარე კარებს ბევრჯერ გვიწევდა გაიღებას დაკეტვას, რომ ეს კანტი არა გაქცეულიყო და ზედა კანტიც. იმით ჯერამჯერაც გავშკურგეთ, ფაქტიურად მივაზომეთ ზეთ დროს, ზუსტად დამჭდარი იყო ეს მთელი კანტები, სილამაზე რაც აქვს, ამ კრილოზე რომ ყველაფერი შეგვენარჩუნებინა. მოკლედ, აქ არ არის ბევრი შპაკლი ფაქტიურად, ბოლოებშია, რომ კანტები დამჭდარი იყო რა, ფაქტიურად ეს არის. შევღებეთ მეგობრებო, აი ესეთი გამოგვივიდა იდეალური, აი ესე კანტებიც მოყვება ასე როგორც იქეთ ანალოგიურად, ანუ ეს ქვემოთ ჩამოყვება, იქეთაც ანალოგიურია. ქვედა მხარეს ასეც მოტეხილი კანტი აქვს, საღებავი დაისხა მხოლოდ აი ამ გვერდზე, იმიტომ რომ ნამუშევარი რაც ქონდა და აი ესე გინახავდით მანამდე როგორც იყო დამუშავებული, შპაკლი მოკლედ ზედ ქონდა ოხრად. აქ მინიმალურად წავიდა, იქიდან გამომდინარე ნახავდით ამ ჯერდავ შპაკლე ფაქტიურად კინაც ჩანდა რომ გრუნტავდი, ანუ შპაკლს ქვეშ არ დავმალე, იქიდან გამომდინარე რომ ნახავდით მისი ძველი განაკეთები ფაქტიურად ამ ხელაფენა ქონდა აი აქ. მაქსიმალურად დაბალ დონეზე დავიყვანე, რომ ახლა მომავალში პრობლემა არ ქონოდა და რა თქმა უნდა სუმშრალითაა დამუშავებული, წყალიც არ არის მიკარებული, იქიდან გამომდინარე რომ ნესტი არ აიღოს და არ დაჟანგდეს და კოროზია არ აიღოს, შეშტმა გავასუფთავეთ, ისე დავამუშავეთ და ეს ყველაფერი მოკლედ გამოვიყვანეთ. აი ესეთი გამოვიდა იდეალური გემრიელი კანტები გახსოვთ როგორ ჩდება, ანუ აწყობილიც კი გაქვთ ნანახი, ანუ აწყობა გადარჩა, ამ ყველაფერს აწყობენ და გაატანენ პრობელს. მოკლედ აი ესე მეგობრებო. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ. მოკლედ ეს მომავალ შეხვედრამდე.